მე ვარ დათაჯაიანი 11 წლის. სწავლობ ბათუმის მეოცე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კითხვა, ფეხბურთი, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტჯორჯიაში. ადრე ვთამაშობდი ვესტჯორჯიაში, გამოვედი და დავბრუნდი. ყავს 2 მწვრთნელი, ნიკა დიასამიძე და კახა მასწავლებელი. ორივე ძალიან მხიარულია და კარგი მასწავლებელია. მე ვთამაშობ მარცხენა თავდასხმელის პოზიციას. გუნდს როდესაც ჭირდება, ზოგჯერ დაცვაში ვთამაშობ. ისე კომფორტულად თავს გრძნობ თავდასხმაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ისე ვაკეთებ ბევრ ასისტს და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემ კარიერაში მაქვს 700 გოლი და 200 ასისტი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მე და ჩემმა გუნდელმა ავაწყეთ ტიკი-ტაკა, წავედით შეტევაში, მან პასი მომცა და ბოლოს საბრუნათი გავიტანე გოლი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბაპე და ჩემი საყვარელი კლუბი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მქონდა ორი შეჯიბრება და უფრო მომეწონა, რომ მოვუგეთ ფინებს 7-1. მაგ თამაშში გავიტანე 3 გოლი და 2 ასისტი და ვიყავი საუკეთესო. 6 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გამხდარიყავი. იქამდე მინდოდა, რომ გამოსულიყავი ბეტმენი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ სპორტინგში, შემდეგ გადავალ ნაპოლში, შემდეგ კიდე რეალში და დავასრულებ კარიერას ბარსელონაში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 50 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ფენერბახჩის მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებლები ყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია სალვა ივანაძე. ყველაზე ჭკვიანია გაბრიელ ბერაძე. ყველაზე მშვიდია ელენე სალაძე. მე ვარ ყველაზე ცერქი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ჩვენი საქართველო. საყვარელი მასწავლებელია მერი ხალვაში. იმიტომ რომ მხიარულია და ზოგზე გვეთამაშებს. ახლა მინდა ვიყო 17 წლის. იმიტომ რომ უკვე ვითამაშო პროფესიონალურ კლუბში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლი. ფანქრებია ვიღებ, ფურცელია ვიღე და კონტურის ხაზებით ვავლედი ჯეჯობით ვსწავლობდეს და შემდეგ ვაგრძელებდი ხატვას. ახლა ყველაზე ხშირად ვხატავ სოფლებს, მთებს, მთის მწვერვალებს და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და არ მიყვარს წითელი. ადრე ვაგროვებდი ნახატებს და მე გავაჩუქე. ფეხბურთის გადამკიდე დრო აღარ მაქვს და ვეღარ ხატავ. ფეხბურთი რომ არ არსებობდეს, გამოვიდოდი კალათბურთელი. მაქვს ნიჭი და მე გავხდები წარმატებული ფეხბურთელი. სახლში ცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ნიცა. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი და მხიარული. ნერვებს მიშლის, როდესაც მე მივიდივარ. ჩუმად მეპარება და თმას მქაჩავს. ჩემი აზრით ნიცა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. მამიკო არის ჭკვიანი, მხიარული და კაცრი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, მხიარული და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ალაზი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ბურგერს. შეყვარებული, იმიტომ რომ მყავს რომ კარიერაში შემიშლის ხელს. ცოლს მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქვევ ელენეს, საბას, გიორგის და ლაშას. ჩემ ცოლს დავარქმევ ნინუს. მე ასევე მიყვარს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერა არის მეოთხე დასი. ახლა დამავიწყდა და როცა გავიხსნებ, გიმღერებთ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი iPhone 17 Pro Max. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია მილიარდი ევრო. ბედნიერება არის კარგ ხასიათზე ყოფნა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.